ჯაშჯობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩიხლაძის სასამართლო პროცესი გაიმართა საქალაქო სასამართლოში მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს. დაცვის მხარის თქმით, ჩიხლაძე წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და არსებული მასალები მის ბრალეულობას არ ადასტურებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშჯობის ბრალდებით ჩიხლაძე 30 მაისს დააკავა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314 მუხლის პირველი ნაწილით წარადგინა, რაც ჯაშუშობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ირაკლი ჩიხლაძე შედარებიან, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებების შესაბამისად მართავდა სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერო ქსელს, კოორდინაციას უწევდა მათ საქმიანობას და უზრუნველყოფდა მიღებული ინფორმაციის შეგროვებას და გადაცემას. პირველი არსებითი სხდომა გაიმართა, მხარეებმა შესავალი სიტყვა ვთქვით, ბრალდების მხარეს არ ჰყავდა წარმოდგენილი მოწმე და გადაიდო შესაბამისად აღნიშნული პროცესი. ირაკლი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავე და არ ცნობს. ისე და ისე სასამართლოს უთხარით, რომ არც ერთი პირდაპირ მტკიცებულება არ არის საქმეში წარმოდგენილი, რომელიც დაადასტურებს ამ ბრალს. აქედან გამომდინარე, დაველოდებით შემდეგ პროცესზე ვის წარმოადგენს ბრალდების მხარე მოწმეს და როგორ დაადასტურებს აღნიშნულ ბრალდებას.